წმინდა ისააკ ასურის სწავლანი. სათნოებებისა და ვნებებისთვის. მოღვაწეობა დედაა სიწმინდისა, რომლისგანაც იშვება ღვთის საიდუმლოებების გემოს წვდომა, რაც არის პირველი ნიშანი გულისხმიერებისა. ნურავინ მოატყუებს თავს, რადგან შებრალული სული სასუფეველში ვერ შევა და მართალთა სულებს ვერ შეუერთდება. ცრემლით, მარხვითა და დაყუდებული ცხოვრებით გააბრწყინვე შენი ქალწულება. ღვთისთვის დატეხილი მცირეოდენი გასაჭირი უმჯობესია დიდ საქმეზე, რომელიც გაჭირვების გარეშე ხდება, რადგან ნებით გაჭირვება შობს რწმენისა და სიყვარულის გამოცდილებას, ხოლო განცხრომის საქმე მაძღარი გონებით სრულდება. ამიტომაც წმინდანები ქრისტეს სიყვარულში გამოიცადნენ გასაჭირით და არა მოსვენებით, რადგან უშრომელი საქმე ჩვევად აქვთ ერის ადამიანთ, რომლებიც სხვის მონაგებს იღებენ წყალობად და არაფერს იძენენ მისგან, ხოლო შენ ქრისტეს ვნებების მოღვაწევ, კეთილად გაისარჯე, რათა მისი დიდების გემოს ხილვის ღირსი გახდე, რადგან თუ მასთან ერთად ვევნებით, მასთანავე ვიდიდებით. აქედან ცხადია, რომ თუ კაცი ქრისტესთვის არ დატანჯავს ხორცს, მაშინ ვერც მისი გონება იდიდება იესოსთან, რადგან ვინც შეურაცხყოფს კაცობრულ დიდებას, იგი ღირსი შეიქნება ღვთის დიდებისა და მისი სხეული სულთან ერთად იდიდება. ხორცის დიდება არის ღვთისთვის ქალწულების დათმენა, ხოლო დიდება გონებისა არის ღვთის ჭეშმარიტი საქმეების წვდომა. ჭეშმარიტი მორჩილება ორმხრივია, საქმითა და მხილებით, რადგან როცა სურს სხეულს, მასთან ერთად გულსაც სურს. თუ არ იცნობ ღმერთს, მაშინ არც მისი სიყვარული გაჩნდება შენში და ვერ შეიყვარებ მას, თუ არ იხილავ მას შენში, ხოლო ღმერთის ხედვა ხდება ისევ მისგან მომადლებული ცოდნით. ხედვა ამ ცოდნას კი არ უძღვის წინ, არამედ ცოდნა არის ხედვის წინამორბედი. ღირსი გამხადე მე უფალო, რათა გიცნო და შეგიყვარო შენ, არა იმ მეცნიერებით, რომელიც იცნობება გაბნეული გონებით, არამედ ღირსი გამხადე ისეთი მეცნიერებისა, რომლითაც დაგინახავს შენ ჩემი გონება და ადიდებს შენს ბუნებას ხედვით, რომელიც განსხვავებულია გონებით ამ ქვეყნის ცნობისგან. ღირსი გამხადე, რომ მოვერიო და ავმაღლდე ჩემს ნებაზე, რომლისგანაც იშვება ოცნებები, რათა გიხილო შენ ჯვარზე გაკრული მწუხარებაში, ჯვარცმის გონებით, რომელიც გულის თქმებისგან არის თავისუფალი, შენი მოუკლებელი ხედვით, რომელიც ბუნებრივს არის გარდამეტებული. დანერგე ჩემში შენი სიყვარული, რათა შენი სიყვარულის საკადრისად გავერიდო ამ ქვეყანას. აღადგინე ჩემში გულისხმიერება შენი სიმდაბლისა, რითაც შენ მოქმედებდი ამ ქვეყნად იმ საფარებლით, რომლითაც შენ შეიმოსე ჩემი სხეულის მსგავსით, რათა შენი მოუკლებელი და დაუვიწყებელი ხსენებით მივიღო ჩემი ბუნების სიმდაბლე სიმშვიდით. ჯვარცმის ორგვარი სახე არსებობს, ერთია სხეულის ტანჯვა და მეორე ღვთიურ ხედვამდე ამაღლება. პირველი ჯვარცმა შენი თავისუფალი ნებით ხდება, ხოლო მეორე იმ საქმის ძალით, რომელსაც გონება არ ემორჩილება თუ სხეულიც არ დამორჩილდა. გონების უფლება არის სხეულის ჯვარცმა, მაგრამ თუ არ დამორჩილდება თვითმფლობელი სიტყვიერს, არც გონება დაემორჩილება ღმერთს. ძნელია ვინმე მასწავლოს რაიმე ამაღლებული საქმე იმას, რომელსაც ახლად აქვს ქვეყნიური ცხოვრება დატოვებული, რადგან იგი გონებით ჯერ ჩვილია.
ვაი შენ ქალაქო, თუ შენი მეუფე ჯერაც ჩვილია. ქალაქად აქ გულისხმობს სულს, მეუფედ კი გონებას. და მართლაც ვაი იმ სულს, ვისი გონებაც არის სუსტი და არ ზრუნავს გადარჩენისთვის. ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, მას მიეცემა ყველაფრის შეცნობის უნარი, რადგან შეცნობა თავისა არის ყოველივეს ცნობის დასაბამი და დასასრული. როცა დაიმორჩილებ შენ სულს, მაშინ ყველაფერი დაგემორჩილება. როცა შენ დაგეუფლება სიმდაბლე, მაშინ დაგემორჩილება შენი სული და მასთან ყოველი დანარჩენი. რადგან მაშინ იშვება შენს გულში ღვთიური მშვიდობა. ხოლო როცა შორს იქნები სიმდაბლისგან, მაშინ მარტო ვნებებისგან კი არა, არამედ განსაცდელებისგანაც იქნები დევნილი. ჭეშმარიტად უფალო, თუ არ დამდაბლდებით, შენ არ მოგვაკლებ ჩვენ დამდაბლებას. ჭეშმარიტი სიმდაბლე იშვება გულისხმიერებიდან, ხოლო ჭეშმარიტი გულისხმიერება განსაცდელებისგან. ხორცთა აღძვრისთვის. ხორცთა აღძვრა, რომელიც ბოროტი გულისთქმებისა და სიმხურვალის გარეშე ხდება, ძლიერ რომ აღძრავს ხორცს და უნებურად ატყვევებს სულს, ნამდვილად არის ნაყროვანებისგან, როცა ბუნებრივ აღძვრას არ აქვს ადგილი. ხოლო თუ არც ბუნებისგანაა და არც მუცლის სიმაძღრისგან, მაშინ უნდა მიხვდე, რომ ეს ვნება ხორციდან მოდის და იცოდე, რომ დიდი ბრძოლების გადატანა გელის და იმ დროს ყოველმხრივ ერიდე საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობას. რადგან თუ ჩვენთვის რაც ბუნებრივია არ იქნება ახლოს, მტერი ვერ აისრულებს თავის ნებას. რამე თუ ბუნებას კი არ ავიწყდება თავიდანვე მასში ღვთისგან დათესილი, არამედ მისგან მოშორებით ხორციელი გულისთქმა ქრება და იკარგება. სულ სხვაგვარია ავი გულისთქმები, შორიდან რომ გვესხმის თავს, ოდნავ გვეკვეთებიან და ისევ გვშორდებიან. სხვაგვარია იმიტომ, რომ როგორც კი მათი საგანი მოგვიახლოვდება და შევხედავთ მას, იმათი ხსენება ჩვენ აღარ გვავიწყდება. ისინი თავიანთი საგნის სიახლოვით აღძრავენ ვნებებს და აალებენ ხორცის ალს, ისე როგორც ზეთი ზრდის ცეცხლის ალს. და თითქმის მომკვდარ და დაშრილ ვნებას ისევ აღაგზნებს და სხეულზე აღძრავს დიდ ღელვას, რაც აშფოთებს გონებას. ხოლო ის აღძვრა, რომელიც ჩვენს ბუნებაშია ჩადებული, თუ სხვაგვარი ბუნებრივისათვის უცხო აღძვრა არ შეემთხვევა კაცს, მარტო ის ვერ აღუდგება წინ სიწმინდეს და არც ქალწულებას შეეწინააღმდეგება, რადგან ღმერთს ჩვენი ბუნებისთვის არ მიუწია ისეთი ძალა, რომ ჩვენ კეთილ გულისთქმას შებრძოლებოდა. არამედ როცა კაცს მოერევა გულისწყრომა, ან და რაიმე გულისთქმა, მაშინ ბუნებრივი გრძნობა კი არ აიძულებს მას ბუნებრივი საზღვრებიდან გამოსვლას, არამედ ვნება, რომელიც ჩვენ საკუთარი ნებით შევაერთეთ ჩვენს ბუნებით მოთხოვნასთან. რადგან ღმერთმა ყველაფერი რაც შექმნა, სასიკეთოდ შექმნა და შესაფერისად. და ვიდრე ჩვენი ბუნებრივი გრძნობები დაფარულია, როგორც ღმერთმა დაადგინა, ჩვენი გონება ცოდვაში არ ვარდება, არამედ მხოლოდ მსუბუქად აღძრავენ ჩვენს ხორცს, რათა გვახსოვდეს, რომ ეს ვნება ჩვენშია ბუნებრივად, მაგრამ იგი არ აბრკოლებს ჩვენს ქალწულებას. არც ბუნებრივი გულისწყრომა არ აბნელებს ჩვენს გონებას მრისხანებით და მშვიდობასაც არ ეწინააღმდეგება, რადგან იგი ჩვენ ეშმაკებისთვის მოგვეცა. მაგრამ თუ ჩვენ შევერევით ხორციელ საქმეებს, იმათგან უბრალო გულისწყრომაც კი ხდება არაბუნებრივი. როცა ჩვენი გონება ნაყროვანებისგან
ან სხვა რამისგან არის დაბნელებული, ან და ქალებთან სიახლოვითა და მათთან საუბრებით, ჩვენში ენთება ხორციელი გულისთქმების ცეცხლი. და ამ გზით ჩვენს ბუნებით სიმშვიდეს ჩვენი ნებით უკეთურებათა და სიბოროტედ ხვდით. ხოლო ხორცთა აღძვრა ჩნდება ან ბოროტი გულისთქმების აყოლით, ან უჯერო საქმეების ყურებით, ან დიდი ვნებებით. თუ ოდესმე ასეთი აღძვრა ხორცისა შეგვემთხვევა, ღვთის დაშვებით, ჩვენივე ამპარტავნებით, ეს არ არის პირველის მსგავსი, რომელიც სისრულისგან მოდის, რადგან მას ეწოდება ბუნებრივი ბრძოლა, რომელიც ჩვეულებრივია ადამიანისთვის. სულ სხვა არის ის ბრძოლა, რომელიც ღვთისგანაა დაშვებული ჩვენი ამპარტავნებისთვის. როცა შრომასა და მოღვაწეობაში გავლევთ მრავალ წელს და ქედმაღლობა გვიპყრობს და გგონია, რომ თითქოს რაღაც დიდი მოვიმოქმედეთ, მაშინ ღმერთი თავად უშვებს, რომ ბრძოლაში ჩავვარდეთ. ხოლო სხვა ბრძოლები, რომლებიც არსებობენ ამ მიზეზთა გარეშე, არიან ჩვენი მოშვებულობისა და სიზარმაცისგან. რადგან როცა ჩვენი ბუნება ამ ქვეყნიურ საქმეებისგან მიიღებს უცხორამეს ნაყროვანებით, ამის შემდეგ იგი ვეღარ რჩება თავის წესზე, რომელიც მისთვის ღმერთს აქვს მიცემული. რომლებიც უგულვებელ ყოფენ შრომასა და ხორციელ გასაჭირს, ისინი უნდათ თუ არა ცოდვას შეიყვარებენ, რამე თუ ბრძოლებსა და გულისთქმებს გაჭირვების გარეშე ვერავინ აირიდებს. რამდენადაც გამრავდება გასაჭირი, იმდენად ბრძოლები გულისთქმებს შეასუსტებენ, ხოლო მოსვენება მათ გაზრდის და გაამრავლებს. ამიტომ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი და მისი წმინდა ანგელოზები ჩვენს შრომასა და გასაჭირზე ხარობენ. ღვთისმცნებებსაც ხომ შრომითა და გაჭირვებით იცავენ. ჩვენ კი გაჭირვება და შრომა არ გვსურს და ამიტომაც მცნებებს ვტოვებთ და არ ვასრულებთ ვნებების გამო, რომლებიც მოსვენებასა და უსაქმურობას მოსდევს. აი ასე ჩვენს სათნოებათა მიზეზს, შრომას, გაჭირვებასა და შეჭირვებას უგულვებელ ყოფთ. რამდენადაც მოსვენება და უქმად ყოფნა იმატებს ჩვენში, იმდენად ვნებებიც მატულობს, რადგან შრომისა და გასაჭირისგან მოღლილ სხეულში ბოროტი გულისთქმები ვერ მოისვენებენ და განცხრომით თავს ვერ იგულებენ. ხოლო მას შემდეგ, რაც კაცი შრომასა და ჭირს სიმშვიდით მიიღებს, იგი შეძლებს ლაგამი ამოსდოს თავის ბოროტ გულისთქმებს. ხოლო როცა კაცი გაიხსენებს თავის უწინდელ ცოდვებს და ამის გამო თავს გასაჭირში ჩაიყენებს, მას თავად ღმერთი მოასვენებს, რადგან ღმერთს ეს საქმე ახარებს, რადგან მან ღვთისმცნებათა დარღვევისთვის სასჯელი თავს თვითონ დაადო. აი ეს არის სინანულის სასწაული, რამდენადაც გაუძნელებს კაცი თავის სულს, იმდენად განადიდებს მის პატივს ღმერთი. ხოლო ყოველი სიხარული, რომლის მიზეზიც არაა სათნოებები, მაშინვე აღძრავს გულისთქმებს. დაიმახსოვრე, რომ ეს ბუნებრივ გრძნობაზე კი არა ვთქვი, არამედ ვნებიან და ბოროტ გულისთქმაზე. ღირსი გაგხადოს ღმერთმა ეშმაკის ბოროტ ვნებებისგან მორიდებისა, მამის ძისა და წმინდა სულის ძლიერებით, რომლისაა დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.